ბერლინის დიპლომატიური დემარში ოლიგარქის რეჟიმის პოლიტიკის საპასუხოდ. გერმანია ქართული ოცნების მიერ დანიშნულ ელჩს 7 თვეზე მეტია ლუდინის რეჟიმში ამყოფებს. ფორმულას ინფორმაციით ალექსანდრე კარტოზიას, რომელიც ბერლინში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დაინიშნა, გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელები ამ დრომდე არ გადაუცია. შესაბამისად, ოცნების ელჩი მხოლოდ ფურსელზე დანიშნულ დიპლომატად რჩება, რომელსაც სრულუფლებიანი მანდატი და უმაღლესი დონის შეხვედრების გამართვის უფლება არ აქვს. როგორ ხსნის ამას ოლიგარქის გუნდი? სალომე ლაბაძე აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. სალომე, გისმენთ. საყურადღებოდ სწორედ ისაა, რომ ივანიშვილის მთავრობა არა თუ ხსნის მიზეზს, არამედ საზოგადოებას ამის შესახებ არაფერს უყვება, ანუ ამბავს არ იმჩნევს და დუმს ჩვენი შეკითხვების საპასუხოდაც კი არადა ის ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ ვარაუდად ვრცელდებოდა, რის შესახებაც არსებობდა მხოლოდ ეჭვი, ფორმულას უკვე დაუდასტურა საკუთარმა წყარომ და ჩვენ შესაბამისად ახლა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანია, ანუ სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს და ევროპის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს და არის მრავალი წელია საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი მოკავშირე პარტნიორი ქვეყანა ქართული ოცნების ელჩს არ იღებს. საუბარია ალექსანდრე კარტოზიაზე, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, ქართულმა ოცნებამ გერმანიაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშნა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, თუმცა დღემდე, ანუ გამოდის რომ უკვე 7 თვეზე მეტია, კარტოზია ელჩად რჩება მხოლოდ ქართული ოცნებისთვის. ბერლინში კი მას შეიძლება ვთქვათ, რომ ამ სტატუსით არ აღიარებენ. საქმე ისაა, რომ კარტოზია ამ დრომდე არავის უნახავს ბელვიუს სასახლეში, სადაც გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი პერიოდულად სხვა ქვეყნების მიერ გამოგზავნილ ელჩებს ხვდება და მათგან რწმუნებათა სიგელებს იბარებს ხოლმე. აი სწორედ ეს არის ის პროცედურა, რომლის გავლაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ამის შემდეგ კონკრეტული პირი მიმღებ სახელმწიფოში ელჩად ჩაითვალოს. კარტოზიას კი ასეთი აკრედიტაციის პროცედურა არ გაუვლია, რასაც ფორმულას როგორც უკვე გითხარით, საკუთარი წყაროები udastureben. ჩვენ ამ თემაზე შეკითხვებით ცხადია, რომ მიმართეთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ძირითადად იმ პირებს, რომლებიც ამ პარტიაში საგარეო მიმართულებაზე პასუხისმგებლებად არიან გამოცხადებული, თუმცა ვერც მათგან და ვერც ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხები ვერ მივიღეთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენ მიმართეთ პრესსამსახურსაც, თუმცა მათგან დუმილია და დუმს ხათუნა თოთლაძეს, რომელიც მაკაბოჭორიშვილის მოადგილე და რომელსაც ჩვენ შეკითხვები გუშინ ოცნების პარლამენტის შენობაში დავუსვით. რატომ არ ყავს გერმანიაში სრულუფლებიანი ელჩი? ალექსანდრე კარტოზია თქვენ დანიშნეთ ელჩად, მაგრამ მას რწმუნებათა სიგელი გერმანიის მთავრობისთვის არ ჩაუბარებია. ამას როგორ ახსნათ? თანაც ელჩად დანიშნეთ გასული წლის სექტემბერში, დიდი დროა გასული. არ იმსახურებს საზოგადოება იცოდეს გერმანიაში რატომ არ ყავს სრულუფლებიანი ელჩი. ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვან მოკავშირეზე საქართველოსთვის, ხომ მეთანხმებით? რით აიხსნება, რომ დიპლომატიურ მისიას სრულყოფილად ვერ ახორციელებს ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე? თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად უპასუხოთ ჩვენს შეკითხვას. ადასტურებთ, რომ ალექსანდრე კარტოზიას არ აქვს სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი. ხაბადო ხათუნა, უხერხული არ არის, რაღაც მაინც არ უნდა უთხრათ საზოგადოებას ამის შესახებ. უკვე თითქმის 1 წელია ის იმყოფება გერმანიაში, მაგრამ ერთ ოფიციალურ ღონისძიებაშიც კი მონაწილეობა არ მიუღია. ეს როგორ შეიძლება აიხსნას? რატომ არ აქვს ალექსანდრე კარტოზიას სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი? თქვენ რომ აღიარეთ არჩევნების შედეგებს, მე გიპასუხებ. ეგ იქნებ ჯერ დანარჩენ მსოფლიოსთან მოაგვაროთ და მე ვთხოვოთ ჩვენ მოგვიარებულია ყველასთან. აბა როგორ ახსნით, რომ გერმანიაში სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი არ აქვს ალექსანდრე კარტოზიას? კითხვაზე გიპასუხებ, როდესაც თქვენ აღიარებთ. ადასტურებთ, რომ ეს ასეა? არც არ ვადასტურებ და არც არაფერს არ უარყოფ. გერმანიაში თუ გვყავს საქართველოს ელჩი? დამტკიცებული. კი, როგორ არ აქვს საქართველოს ელჩი? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნა, ოღონდ რამდენადაც მე ვიცი, უბრალოდ რამდენადაც ვიცი, სიგელები არ არის, წუნებად სიგელები არ არის ჯერ გადაცემული. რატომ აჭიანურებენ ამ პროცესს თქვენი აზრით? არ ვიცი რა პროცედურებია, საქართველოშიც როგორც მოგეხსენებათ, ხდება ელჩების ერთობლივი ცერემონიის ჩატარება ხოლმე, როგორც წესი, რამდენიმე ადამიანი წელიწადში რამდენიმეჯერ ხდება ამ პროცესის გავლა, არა ინდივიდუალურად. სხვა დეტალები მე გერმანიის ალეკო კარტოზიეზეა ხო საუბარი, ხო არ გვეშლება? ბატონი კარტოზია, ოღონდ კიდევ ერთხელ, მე არ ვიცი პროცედურები რა აქვს გერმანიას, თუმცა რამდენად ვიცი, ჯერ ეს პროცესი არ არის დასრულებული.
სულ ბოლოს თქვენ ლევან მახაშვილს მოусმინეთ, რომელიც დანარჩენებისგან განსხვავებით ადასტურებს ფორმულას ამ ინფორმაციას, მიზეზად კი ასახელებს ტექნიკურ შეფერხებას, პროცედურულ შეფერხებაზე მიუთითებს ლევან მახაშვილი, ანუ ქართული ოცნების წარმომადგენლები ან დუმან და საერთოდ არაფერს ამბობენ ამ თემაზე ჩვენი შეკითხვების საპასუხოდაც კი, ან ცდილობენ, რომ კარტოზიას ელჩად აღიარების გაჭიანურება წარმოაჩინონ უმნიშვნელო მოვლენად. არადა ფორმულას საკუთარი წყაროები მიზეზებზეც აწვდიან ინფორმაციას, მიზეზი კი ამ წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად არის პოლიტიკური შინაარსის, ანუ საქმე გვაქვს არა პროცედურულ შეფერხებასთან, არამედ პოლიტიკური დასაბუთებით კარტოზიას ელჩად აღიარების პროცესის გაჭიანურებასთან. აქ ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ გასული წლის სექტემბრის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ გერმანიაში საქართველოს ელჩად გამოაცხადა ალექსანდრე კარტოზია, გერმანიის პრეზიდენტმა არაერთი სხვა ქვეყნის ელჩი მიიღო საკუთარ სასახლეში და ჩაიბარა მათგან რწმუნებათა სიგელები, მაგალითად სულ ბოლოს დასტურდება შტაინმაიერთან ფილიპინების ელჩის სტუმრობაც და მის მიერ გადაცემა რწმუნებათა სიგელების გერმანიის პრეზიდენტისთვის, თუმცა ამ პერიოდში რატომღაც ალექსანდრე კარტოზიასთვის დრო ვერ გამოინახა. ჩვენი წყარო კი, როგორც გითხარით, გვეუბნება, რომ ამის მიზეზი არის პოლიტიკური შინაარსის, კერძოდ კი ასე ჩვენი წყაროების ინფორმაციით გერმანიის მთავრობა პასუხობს ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკას. ამას ვარაუდობენ მიზეზად ის პოლიტოლოგების, რომლებსაც ჩვენ ამ თემაზე ვესაუბრეთ, მათგან ერთ-ერთი გერმანიაში მცხოვრები პოლიტოლოგი მიხეილ საჭველაძეა. ამ ყველაფერს აქვს რა თქმა უნდა პოლიტიკური მიზეზები და ეს მიზეზები დაკავშირებულია საქართველოში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებასთან, ქართული ოცნების ავტოკრატიულ კურსთან, რასაც გერმანია მსგავსი ნაბიჯებით პასუხობს. მე ვთვლი, რომ აქ თქვა კარტოზია რაც გადამწყვეტლად არ თამაშობს, სულ ერთია ვინ იქნებოდა რეალურად ელჩი, ურთიერთობები ამით არ შეიცვლებოდა. ხა ელჩმა კარგად იცის თუ არა გერმანული ან ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ეს საბოლოოდ ვერაფერს ვერ წყვეტს. ფაქტიურად სხვა გზა არ დაუტოვოთ, რა უნდა გააკეთოს გერმანიამ, ანუ გერმანიას ბევრი ალტერნატივა არ გააჩნია. ერთი ალტერნატივა არის, რომ ითანამშრომლოს ქართულ ოცნებასთან, როგორც არადემოკრატიულ ძალასთან და არ გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის პოზიცია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ან ასე ვთქვათ, იზოლაციის პოლიტიკას მიმართოს, ანუ არის ფაქტიურად ელჩი გერმანიაში საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული, თუმცა ამ ელჩს არ აძლევს გერმანია აკრედიტაციას. ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ გერმანიის მთავრობა რეალურად საქართველოს, ანუ ქართული ოცნების მთავრობისგან განსხვავებით ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის პოზიციას. სხვა შემთხვევაში გერმანია შეუძლია თქვას, რომ იცით, ანუ ჩემთვის ეკონომიკური ურთიერთობები გადამწყვეტია. პირიქით, ელჩმა ფიშერმა თქვა, რომ თქვათ შუა დერეფნის გამო მხოლოდ ვერ მოხდება ურთიერთობების ნორმალიზება, ან ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე კარტოზიასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიძლება უკვე დადასტურებით ვთქვათ, რომ არის დადასტურებული და უკვე დადგენილია, რომ მას გერმანიის მთავრობა არ იღებს საქართველოს ელჩად ბერლინში. მნიშვნელოვანი შეკითხვა ის თუ რატომ დუმს ამის შესახებ ქართული ოცნების ხელისუფლება, მაშინ როცა მაყურებლისთვის ცნობილია, რომ ივანიშვილის პარტია ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ გერმანიას თავს დაესხას. ამ შეკითხვის პასუხად კი პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა ქართულ ოცნებას ჩაფიქრებული ჰქონდეს გერმანიასთან ვაჭრობის პროცესის წამოწყება. საქმე ისაა, რომ დაახლოებით ერთ თვეში ქვეყანაში უნდა ჩამოვიდეს პეტერ ფიშერის შემსვლელი, ანუ გერმანიამ ახალი ელჩი უნდა გამოგზავნოს საქართველოში საკუთარ წარმომადგენლად, რაც ნიშნავს იმას, რომ საჭირო იქნება ამ ელჩისთვის შესაბამისი თანხმობის მიცემა ქართული ოცნების მიერ და როგორც გითხარით, პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავდეს, რომ ივანიშვილის პარტიას ამ თემასთან დაკავშირებით გერმანიასთან ერთგვარად ვაჭრობა ჰქონდეს ჩაფიქრებული.